გამარჯობა და ჩვენი სვეტს მეგონი არ გვინდა რა არ უსარაინტერესო კაი დავით თან ვინც არ უნდა ვიყოთ რა მნიშვნელობა აქვს მომენტად კიდევ დავიწყოთ ახლა გამარჯობა გაჟავ რა გვინდა ანუ ვინ ხარ ანუ ყოველს კიდე მაგრამ რა გინდა მნიშვნელოვანია სხვა შენი აზრით შე რა გინდა ამბიცია გაქვს რა ხალხს აინტერესებდეს რა გინდა ამაში დამორჩა ეს რა პირველი და უკანასკნელი პოდკასტი კარგად იყავს ხარჩ მაგას აზრი არ ქონი მე თავზე ეხა თან ისეთი ინტრიგანი კითხვა მაქვს მაგა ჩვენ წიგნში არის ესეთი ძალიან მაგარი პერსონაჟი ეჭვი რომელიც რაღაცებს ეკარება ხოლმე რა ეს ეჭვი ხოდა ეხა უნდა გაიხსენო აი ჟიზნი რა თელ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ეჭვი რა შეკარვია იმაში რომ მთელი სამყარო სიმულაციაა და თამაშია ეგეთია ეგ ხომ მე ნახდი ყოფილა დაიცა ხა პირველი პოდკასტი გვაქვს გაჩერდა ხა ეგ შემდეგ ეგ თქვა ნახდი ყოფილა ხოდა სანამ ნახდი ყოფილა იქნებოდა ხო ჯერ ეჭვი იყო და ყველაზე დიდი პირველი ეჭვი რა შეგება აი ბავშვი პირველი სუსუ პირველი რა ბება მატყუებდა ვაფშე ყველაფერში მატყუებდა აი ძალიან მაგარია ჩემ პირველი ეჭვი რა იყო იცი მეკონა რომ ავტობუსის დვალები ძალიან მაგარი უსინდისო სტოკერები იყვნენ იმიტომ რომ აი ვიცი ანუ საიდან იციან ვინც ცხოვრობდით რა აი მაგას რო იკითხე ძალიან დიდი ეჭვი მაგარია და რა აი მეთქი რაღაცა ძალიან დიდოში ვარ და ჩავერით ავტობუსიდან დროზე აუ მაგ ჟანრის ეჭვი მეც მქონდა ერთი რომ ხურდას რა უბრუნებდნენ ხოლმე დედას მაღაზიაში როდესაც რო იყიდი და მე თან ეს ხურდა თქვა მე ვითვლიდი კუპიურებთან ერთი კუპიურა მისცა და იმან ორი დაუბრუნა და მეკონა რომ ფული გადაუხადეს რომ მათგან ვიყიდეთ ეჭვი მქონდა რომ დედა ამით ფულს შეულობდა ძალიან ბიზნესია იდეალურ სამყაროში კაი ბიზნესი იქნებოდა დღემ დაიწყეთ დამჩა აუტიზმი მაქვს თუ არა იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცა მითხრეს ანუ ტესტმა აჩვენა რომ მაქვს და ფსიქიატრმა თქვა რომ არ მაქვს და ტესტი შეცდა რომ ეს თან ჩამიტარა ახლა მან და ხაპასუხი ძალიან ცალსახა ანუ შენ აუტიზმი და ეჭვი გაქვს ეგ არის დიაგნოზი აუტიზმის ეჭვი არის დიაგნოზი ხო მოსტარი იმენა აუტიზმი არაფერს შეშარი მაგრამ ეჭვი მაგრა გაქვს ეჭვი გაქვს სერიოზულად აი მაშინ ჩამოვყარე ეს სტადიაში გაქვს სერიოზულად მე სამკურნალ სტადიაში ხო კაი მაშინ მაგაზე მოვიძიებ მაგ დიაგნოზს იმას რაიმე ლიტერატურას რომ იქნებ ვინ კურნავა მოსადიებელი ეჭვის კურნავა როგორი შეიძლება იყოს ეჭვზე კურნავა რაც ის და ბიჭო არა უეჭვები ხა უეჭვები გარწმუნოს რა ძველი ბიჭები უნდა არსებობენ ეჭვის გამყანტავები და ეს შემოდიან რა რაღაცა ტექნოლოგიები უჭირავთ და აი იმებს ბალახებს რო თიბავენ რაღაცა ეგეთი ტექნოლოგია უჭირავთ და ფანტავენ ეჭვებს და თან ესე ჩაიცუცქებიან და რაღაცაში მაგრამ უეჭველ გეუნები აი ეგეთი რაღაცა მოდიან ხო კიდე ან როგორი ტექნოლოგიები აქვს საერთოდ რომ ნახასხადა კოგორო აღარ გეკარება ეგეთი ეჭვი როგორ გეკარება ხო და ეჭვი აღარ გეკარება და რაღაც იმ სამი მეტრის რადიუსით უეჭველი დადიხარ რა ეხლა მე ეჭვი მქონდა რა იმისი რა ქვია მე ეჭვი მქონდა რომ მარტო მე ვიცოდი და არავინ არ იცოდა და ჭანჭური ჭინჭარზე ამოდიოდა და იმალებოდა ეგ საქმე რა მე ეჭვი გამიშთა რა ჭანჭური ჭინჭარზე ხო არ ამოდის ანუ არის ეხლა ესა დავინახე რომ სიტყვაში როცა არის ეგ არის მამა და თუ ას ჩანაცვლებ ით გამოდის მისი შვილი ანუ ჭანჭური და ჭინჭარი აი მაგას სტაფილო და სტიფილო ამაგი შვილი ჭინჭარი სტიფილო ხოდა ვაფშე მაგალითად რა ზამერთო ამაიგებით კი თუ არ ყვები და ის შეგიტანია ბაზარია რამდენ საფეხურზე წგინდა ამიტომ შემსავალები ნაწილი ვაფშე ამ წიგნში ანუ სტორილაინში რა ან პერსონაჟი გაგიგეთ მაგრამ ან ადგილი მოგწია ერთ-ერთი ძალიან სახალისო და ერთ-ერთი აი იდეალური ნაწილი უბრალოდ ორი გამახსენდა და ერთი შენ დაწერილი და მეორე ორივესი ანუ ერთი არის ბარში რო არიან დაქანებულ ურთიერთობების თემა რო ირჩევა პენსიონერების და ეს იცი საიდან დაწყებული ანუ ეს ორშაბათი რო გაქრა და ეს ჰაიკო და არქიტექტორი შოქში არიან და ეზოში რო გადიან და იქ რო აირია და გულმა ორშაბათი არის ის და წამალი დალია და აი რაღაც ეგ სიუჟეტი რო იწყება თავის ბარიანად დაქანებული ურთიერთობის გარჩევით ჩათვლით აი ძალიან იდეალური აი არაფერი ზედმეტი და ისიც რა აი ძალიან კაი არის რა აი ძალიან მართლა
განსაკუთრებით ბარის ნაწილი, ხო. ბარის ნაწილი, აი, ეგ თავის ბარბენის რო თავისი სორშაბათან დიეტაზე რო ვერ დაჯდა და თუ ხო ეგ იყო ხო და რო ვერ წმინდავს ამ ჭიქებს სუქანი თითებით ჰაერზე რო აშრობს და იქ ურთიერთობა და პენსიონერები და აი ძალიან კინემატოგრაფიული სცენა არის ბარის თემა. კი, დაანასტარებს. ეგ ერთი. მეორე არის აი ეს ეტაპი, სადაც ორშაბათის დახასიათებაზე არის ვინ არის და რას წარმოადგენს და Love Life-ი რო არის ორშაბათის განხილული რო არ აქვს და კონსულტანტ გოგონა კი არა მიღების გოგონას რო პატიჟებს და მერე რო ისევ საქმეები შეეტანება და მერე რო ურეკავს call center-ში და ის რო ეუბნება დაელოდეთ თქვენი ზარი მნიშვნელოვანია და აი ეს ისტორია არის კიდე ძალიან საყვარელი. აი კითხვები რო ისე რო აწაკანი შენ ვარ ამ წიგნის ავტორი თან ავტორი და რო წაგიკითხა რა ეს just გიგანტა პირველ რიგში გამისწორდებოდა რომ ეგეთი გონება გახსნილი ფანტაზიის მქონე ადამიანი არსებობს საქართველოში. ვიღაცა დები. ან რა უშელ პერსონაჟი. ეს გამისწორდებოდა ძალიან, იმიტომ რომ მგონია რომ ცისფერი მთებისა და შერეკილების ქვეყანამ ეგ ჟანრი არ უნდა დავკარგოთ რა. ანუ ძალიან დიდი განძი გვაქვს რა და მე ნამდვილად დაასერიოზულა ეს ფილმების წიგნები თუ რაღაცა დრამები ისინი ესენი რა. და მგონია რომ ეგ ჟანრი არის დასაბრუნებელი და გასაცოცხლებელი, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოგვდის და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში ცისფერი მთების. ხო და აი ეგ გამისწორდებოდა რომ ჟანრობრივად გაეძრო ცისფერი მთები. პირველ რიგში აი მაგაზე გადავირეოდი რა. მეორე აუცილებლად მომცემდა ხალის, იმიტომ რომ ბევრს ვიცინებდი ძალიან და მესამე რაც გამისწორდებოდა ჩემი დისლექსიის პატრონს, რომ ძალიან მარტივიანით არის დაწერილი და ხარტაც წავიკითხავდი მარტივად რა. არ მაწვალებდა წიგნი და ეგ გამისწორდებოდა. მაგრამ მეწყინებოდა რომ რა დამთავრდებოდა რა. და მეტი მომინდებოდა. რა დამთავრდება? არ დამთავრდება, ანუ არ მეყოფოდა აი რაღაცა შემიჭკას რო ჭამს რო შეყვები და სადღაც რო გადავდებოდა და არ და უკვე ჩიტები რო გადაშერილი გაკეთე ჩიტები რო გიწვის და უკვე კიდე ისეთი რო ხარ და აი მან რო დაგიმთავრდება. მე შემდეგი ის უნდა გახსნა, რა ქვია, შეფუთვა, რომელიც კი, შემდეგი წიგნი მე ეგ შეფუთვარი რა, მე ხო თან შემიჭკას რო ჭამ. ეს უდერეს ხო ეგ პონტიანი რა, არ გახსოვს არასდროს რა ეს პერსონაჟი მე ეგრე ვარ, რა, ავაჭ არ მახსოვს, ეს უდერე რო არსებობს და მე ეს წამში ან სადღაც იზრობა, ან ვიღაცა აძრობს, ან მე ვაძრობ შემთხვევით და მახსენდება, რომ ეს ტანჯვა მიყვარს. მე ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. მე სადღაც დამავიწყდა, მე წლები გავა. არ მახსოვს. მე სადღაც გადმომიხტება მაღაზიის რომელიღაცა თაროდან რა. აიო, მეო გამიხსენებოდა და აი ეგრე რა. ხო და ეს ტიპის შეიძლება ეგეთი იყოს, რა. ეს არ გახსოვს, რომ არსებობს, მაგრამ რომ გააძრობ, მე ბევრი გინდა. მე თვითონ სიტყვა ვიჯუალზე მაგ ძალიან დიდი უჭირს. აი ვიჯუალი, ვიღაცა ვიჯუალს, აი პროსტა აი ვიჯუალი მარტივად. რა თქმა უნდა. ან მან და ხომ დაბალ ვიჯუალი გამოდის, იმიტომ რომ ვიჯუალი ხო ესე მარტივობს, მაგრამ ვიჯუალი რომ ვიჯუალს მარტივობს. მე მეცნიერებს მარტივობს, თუ არ მარტივობს. ღმერთმაც არის ისეთი ამბავი ჩახლართე. იმ რატო გადაეცი საფიქრალი ღმერთს რა გინდა? რატო შეტანე? ეგრე არის, ხო, ვისაც რაღაცა ფიქრი არ უნდა, ღმერთმა იცის კაცო. იმას რამდენი რამე უნდა იცოდეს და რამდენი საქმეები შეტენეს ესე ხო? ვიტო ხო, და ის რომ მაინც უჯრა აკეთებს და ღმერთია რა. რა ქნა, ახლა უყარს თავი. ან იცი ხა, უნდა იცოდეს, აბა იცოდინება და რაღაცა ისეთი ის რო არის. მათემატიკას რო ხსნიან რა სტუდენტები და ვერ ამოხსნიან და უკაცო მეცნიერებს და მე კადრი რო გადადის რა ის როზის მეცადინეო მათანალის ხო და აუ არ ვიცი ვეჭველი არ ვიცი და ესენი აქედან უშიც იცის კაცო მეცნიერ იცის კაცო და მე რო გასხვა რაღაცა სიტუაცია შემოდის რა უშკაცო ეგრამდენი წლის არის მეცნიერის და ეს ვიღაცის გენეალოგიას ვიკვლევს როდის დაიბადა რო რამდენი და გამოითვალოს რამდენი წლის არის და კაროჩე ვერ ძალიან ბევრს ვამუშავებთ რა და რა თქვა ჩვენ როგორც მეცნიერის ვაფშე იმიტომ ჩვენ არ ვიცით და ინტერნეტ დებილები ვართ რომ იმის დაშვებაც არ შეგვიძლია რომ არავინ არ იცოდეს და ამიტომ მე შევაწერეთ მაგის სოდნა ხო და აი ეგ რა ის არის ვიღაცამ რომ აპრიორი უნდა იცოდეს ანუ რატომ ადრაგებთ მაგას ადამიანები ზოგადად ანუ სხვაგან არ ვიცი ჩვენ ქვეყანაში ხო ეგრეა რომ აი თუნდაც სოციალურ ქსელებში რომ აი მადლობა ღმერთს რო არ ვარ მაგრამ ისა ეგ ხო ძალიან აპრობირებული ის არის რა რომ აი კომენტარებში რომ ყველა მოეჭველი რაღაცები იცის ანუ იმის საწინააღმდეგო რა პოსტიც ან რაც გაქვს კონტენტი დადებული ანუ კომენტარებში უეჭველი ვიღაცა იუზერ 1-2 იცის შენზე კარგად რა ეს სენი ხო გვაქვს ქვეყანაში ზოგადად რა კიდე იცი რა მაგარი სცენი არის მაგის მიმდებარე სცენი რა აი ვინც არ უნდა ქნას და რაც არ უნდა ქნას და შენ რაც არ უნდა ქნას ცხოვრებაში ბებია შენა უეჭველი რომ იცის ვიღაცა ვინც მაგით მოკვდა აუ ეგ მაგარი მარტო ჩვენ ბებიას წირდა ეგ ხო აი რაც არ უნდა ქნას კაცო მასე მოკვდა ინოლა გურგული სხვა შეხვიდა ხო ბაზარ მიძეთ სხვა შეხვიდა მასე ინოლა მოკვდა გურგული
მაგრამ ეგ მე მგონი ვებო გვაკონტროლებდა მე მგონი ეგრე რომ ჩვენ არ გაგვეკეთებინა რაღაცები და პროსტო ყველაფერს გვერდები და ვიღაცა ეგრე მოკუტაო. ხოდა ეგ არის ბიჭა ეჭვება მე არ მიპარებოდა მაგაში ეჭვი. ანუ რა თქმა უნდა სისულელებს გოლაპარაკე ვაფშე ფებოს არ ვუსმენდი იმდენად სისულელებს ლაპარაკობდა ან იტყვებოდა რა ვაზი არ ქონდა მაგის მოსმენას. აი მე ჯეროდა რომ ყველა იცოდა ვინ გემოგულა ყველანაირად და მეთქი რა საინტერესო ცხოვრები ცხოვრა. ყველასნაირი სიკვდილი აქვს ნანახი. ვაა ბიჭო მე ისეც მოგულა და ეგ და ის არის ძალიან მაგარი ყველა რომ რაღაცნაირად შენი ნათესავი რო არის. ოღონდ აი ძალიან შორიდან მაგრამ ბედომ რო იცის რა. ნათესავი გამოდის ესე რომ ან ჯერო ითვლი რა. არა ჯერო ითვლი რომ აი იმის მამიდის ბიძაშვილის ის და ბოლოს რო ვეღარ ითვლი. ნუ მოკლედ ნათესავი გამოდის. ესე რომ სრულდება ისტორია. მან ძალიან კარგად ხოლმე მაგ გენეალოგიაში ტვინი რომ იყვება და ძალიან და მე რაღაცა რენდომ სახელები რენდომ პერსონაჟები რომ შემოგავს მე ვინც არც კი გაგიგია რა ნათესაობაში და ის კაკო ხო იცი და რა კაკო და ის კაცი აი რა იკომის მე პირველი კაცი რო იყო რა იკომის დეილის მე კაცი როგორ არ გახსოვს რაღაც ესე 50 წლის ისტორიას რო ყვება ხო ეგ ძალიან საინტერესო ხოლმე საინტერესო ისეთი ქსელებიები მე მან ტვინში და მე ბოლოს ამბობ კაცო ყველა შენ ნათესავია ვაფშე და გინდა რო გნა ეგრე გამოყავთ ხოლმე ქართველებს. ხო, თან მე ის მაგას ის მოყვებოდა რომ ეს მაგის თეგი ამბავი რა იყო რა. უნდა ემეგობრო იმიტომ რომ ნათესავია. არა, ემეგობრო კიდე კაი პონტია, კაცო. პატივი უნდას. ანუ შენ ანუ რაღაც უნდა ან რესტორანში დაპატიჟონ სახში. არა მე უნდა აჩუქوان რამე უნდა უყიდო. ან ეს შენგან რაღაც უნდა წავიდეს მისკენ ეს მოთხოვნილება იყო ხოლმე. აუ ეგეთი რა ძალიან მაგარი ისტორია ვიცი ნათესაობის პატივის თემაზე ოღონდ რამდენიც ტაბუდად მოყოლადი არის არ ვიცი იმიტომ რომ ჩემი ისტორია არ არის მაგრამ ძალიან მაგარი ისტორია არის და ჩემ მეგობრს რემონტი ქონდა რა და ეგრე ვიღაცა რომ მოვიდა ხელოსანი ლაპარაკში აღმოჩნდა რომ ნათესავია რა ეგრე ვონც და ძალიან შენ სიმშოფლიდან ხარ და რაღაცა ნუ ამან კარგი ნათესავი ხარ რა და ფოსო ვერ გამგარწმეო რა და მან არა კაცო ნათესავი ხარ და ფასეთ ვერ გაგაკეთებ და ისევნება რომ კაი მაშინ რამე სხვაში გამიცვალეო რა და ნაკინდაოდა აიო რაღაცა გვარს ვეძებ რა ჩემ გვარს ვეძებ რა მან სადღაც ვიღაც მამამისის ბაბუის ვიღაცა სადღაც შეიცვალა და ბანძ გვარზე გადმოვიდა და მანამდე უფრო კაი გვარი ქონდა რა და ამ გვარს ვეძებ რა დავამტკიცო საბუთებში რა მართლა მაგ გვარის ვართ რა და ამას უთხრა რომ რემონტში გვარი გამიცვალეო რა გვარი მტოვეო აუ გამახსენდა ეგ ვის ისტორიაც არის ხო თან ეს ვისაც მეგობრ გვარი სიყოლა იურისტი იყო და რატომ ჩათვალა იურისტი რა ხანდა ადვილად იპოვის ამ გვარს და დამტკიცებს რა მისი გვარია და კაჭე შაშკალა მაგას თავი უნდა ვერი პოვაიც ეს გვარი ვერს დაუმტკიცა რემონტი შეუშაუფასა მაინც ვერ მისცა და მეთქი რა მეწოდა ისეთი ბანძ გვარში გადავიცვალე ან შენი გვარი მაინც მიეცმეთ ანუ ბოლომდე დამთავრდა მეტი აღარ ვიცი მე რამე მოხდა თვალა მაგრამ ჩემს საერთოდ ეგრე არა გვარში რემონტის პარტნიორი ძალიან მაგარია და ძალიან ქართული აი ყველაზე ქართული ამბავი არის ეგ და თან იცი საი რატო გავიგე ვაფშე გამბავი რომ რაღაც ეს ტიპი რომ ნახე რაღაც ის იყო რა რაღაც თემ თუ ხაი გადარეკა რაღაც ეს რეკა გვარზე იყო დაჩალიჩებული ხო ხარი თუ ისეთი რა და მე უნდა ვიცი რა გვარში ეძებ და აი რემონტში გვარი გაუჩი თვითონ ვაქიარე თინებოდა ვაფშე არ ეგონა რომ სასაცილო ძალიან ხაში ყოფილა რა გაეცინებდა მე რაც ვიცინე მე იმდენ ვიცინე რომ იმასაც აიცინა რაღაც მომეში ოკეი აი ძალიან სუპერფერფ ისტორია არის მართლა ხოდა ის დაიჩაგდა ის ტიპი რა არ გვარი სამუშაო მასალებით დახარჯა აუ მაგას ესე უნდა ვუკისროთ გვარი რა გამოყოლე რამე გვარს ვუკისრებ შედოა ამაში კაი გვარი თავიან ეგეთ გვარი თქვენ უკისრეთ არ გამოვა რა ბანძ გვარი ანუ ბოლოს და ბოლოს იცი რას ვიზავი ანუ ისა გვარებს რო წერენ და ხატავენ ტილოებს ახლა ეს დავახატინებ მაინც ვიღაცას და ნახატად მაინც გავუგზავნი ცოდოა რომელსაც ეძებ და იმას თუ რომელიც უკვე აქვს და არ მოსწონს რამე კაი გვარს რა აი რინდომ მოდი ყველა გვარი გავაკეთე გვარების ექსენს იუსტიციაში ვიყიდოთ სასაჩუქრე პაკეტი გვარების ანუ ეს საშვი რა ანუ 100 გვარის ფარგლებში რასაც უნდა იმ გვარს აიწყო ზოგი რა უბრუნია და ზოგი იაფი და უფრო დამატება რა უწევს დაუბრუნებენ ხო ხო ახლა მე დაგისვამ კითხვებს ანუ ახლა კლაუზნიკური კითხვა მაფიქრდება გამძლექდა რომ ორნი ვწერთ ახლა რომ ამდენი ხანი შეიძლება ვერ მიხდა ისე ხალხი რომ ორნი ვწერთ ერთ წიგს ორნი რომ ვწერთ რაღაცა ნაწილები ანუ არის ჩემი რაღაცა ნაწილები არის თეკოსი და ეს შერეულად არის მიმდინარეობს ტექსტი ხო და ძირითადად ყველაფერზე ძალიან შეხმეტყილებულად თანხმდებით რა მოგწონს რა არ მოგწონს ანუ არ ყოფილა ისეთი რომ აი ეს ძალიან არ მომწონს და თეკო ამბობს რომ მე ძალიან მომწონს და განხეთქილება მომხდარა მაგრამ შესაძლოა ყოფილიყო რომ რამე მაინც არ აღფრთოვანებულიყავი მაგრამ რახან მე მომწონდა დავტოვეთ
ხო და ეგეთი რამე თუ გახსენდება ერთი იყო ზუსტად ეგეთი, მაგრამ მე როგორც დავტოვეთ, ისე დავტოვეთ, რომ ოკეი ვიყავი რა მაგაზე. წიგნი მისეძღვნება, რომ დავატარეთ. ой, მაგ ეგ გადავიფიქრე, შეგვიძლია გადავაკეთოთ. მართლა? არ გითხარი? ხო და რა მომწონს ხოლმე იცი გეტყვი ტექსტს რო წერ ხოლმე ისეთ სიტყვებს იყენებ რომელიც უფრო პოსტის დასაწერად რო აი ძალიან გამოიყენებდა ადამიანი რა და აი წიგნში რო ცოტა უფრო აი მთლად ხა ისეთი გადაბრანჭული წიგნი არის ჩვენი რო კოსტუმიანი სიტყვები გამოვიყენოთ და გასტუკიანი მაგრამ ანუ მაინც ოდნავ უფრო ფორმალური რა ვიდრე შენ როგორც წერ ხოლმე რა აი რაღაცა სიტყვებს ისე მოქნი ხოლმე რომ აი ძალიან საპოსტე ტექსტი რო არის ხოლმე უფრო ეგ სიტყვები რო აუბრალოებს რა რაღაცნაირად მაგრამ თავისი მუღამია როგორც თუ პოსტია აი ჩვენ როგორც ლაპარაკობთ ხოლმე რა ზუსტად ეგრე წერ მოკლედ ხო და ეხლა ეგონა მეტყვა ზუსტად რა აი შინაურად წერდა და ანუ აი არ ვიტყუები რომ ვითომ წერები რასაც გეტყოდი იმით ეს არის რა მაგრამ ანუ აი რაღაცა ტექსტებს აი სადაც ცოტა სერიოზული მონაკვეთები არის იმებს ძალიან აუბრალოებს ეგ ძალიან ჩვეულებრივი საუბრის მანერის ნაწერი რა ხო და თან შენ რაღაცა სიტყვებს თან საყვალად ატრიალებ ხოლმე და უფრო საუბრის მანერა ჩანს რომ აი თითქოს ადამიანს ან მესიჯად უგზავნი მაგ ტექსტს ან პოსტია ან რაღაც ხდება უფრო ელაპარაკები ეგ ვაიბი მოდის ხოლმე ვიდრე რომ ტექსტი ან წიგნი არის ხო ეგ მასება აკაი აგასო კი აგეუბნები რომ ცუდია თქო ეს წიგნისთვისაც საინტერესო არის ეგ და თითქოს ახალი რაღაც გემოს ფლეივორის რაღაც ტიპი არის იმიტომ ეს თითოეულ წიგნები მე რაც არ მიყვარს წიგნებში იმას უფრო არ შევტანა რა წიგნში აი ხატულ წიგნებში რაც არის და რაც სენს აი მაგას ახლა ეს და ცოტა გასტუქს რა ეგ არ მეასება არასდროს ხო და არ არის თქო ჩვენი წიგნი მაგ გასტუკიანი მაგრამ თლად ისე ტრუსიკიანი არ არის აუ წიგნი ცოტა აი ტრუსიკი იგი ცოტა გამოაძროს ეგაც და გიწეწერა შემოირწყავს აი ინე აი ძალიან თავის აი ვაფშე ეპიზოდები და აი რაც არის რო ეგ არის აი ზუსტად ეგეთი წიგნი არის ანუ ეგრე წარმოიდგინე რა მაგრამ სიტყვებს ცოტა მე იმეშვები ხოლმე რა აი მაინც გონებაში მაქვს ეს წიგნია და აი რაღაც სიტყვები მიჩვენე ხო და მე რომ მოგივა იმის რედაქტორის შოტი მე შენ გადაიხებ მაგას გაუშვი ეს რა არის რედაქტორ ალექსანდრე სექტოროვნა და რედაქტორი მასე სიტყვებს ასრულებს დაქტუქსას მე ბატონი მამუკა და მე ნახე არის მე რა ხოთა მაგრამ რა იქნება ამე სადაც არა წიგნებში სადაც ესე წაიხობენ ეს რა ვია ესეც რაღაც შინაური ბაზარია მაგრამ ჩვენ შორიდან რანაირი პრეზენტაცია არის მაგრამ აი იმდენად ძალიან შინაური და თრო არის რა ესე ანუ ვაი ბაზარია რა მეც მისწორდება შინაური და თრო მაგრამ აი რაღაცები ძალიან მაგდებს ხოლმე უცებ და მგონია რომ წიგს აღარ ვკითხულობ აი ვიღაცის ძალიან შინაური პოსტს ვკითხულობ ვიღაცა ფრენდის რომელსაც 2 წელია მოყურე Facebook-ზე ეს ვაიბს მიტოვებს ხო ეს რა მოგალია ეგ ათო ეგ გინდოდა მაშინ კი ბატონო ეგრე გინდოდა ის ხო ისე თვალა ვინაიც როგორ გინდოდა ეს ეგრე ეს არის სწორად ეგრე არა გესკვა მაშინ რომ გამაკრიტიკებინეთ ამთან წიგნი ერთ სახალ წიგნი დავწერეთ უკვე და არ ვიცი რა არა მე არ ვიცოდი ამთან ერთ წიგნი ნახე მაგრიტიკა ჩუმად კუთხეში ვიბაღნები ის პრეზენტაცია და მეუბნები დაწყებულია გამოცემა და რედაქტორი და ფული რო გადახდილი მე მაგრამ თუ ესე გინდოდა მაშინ ხუთიანი შესრულებაში მე შეიძლება ორი მხრიდან ხალხმოერჩეთ რომ შენ ხარ მითხარი და მიძღვნა გადაიქცე ახლა იგი მაგის გამოიცა და მე არ გითხარი რომ ეს ხოთა ხა უკეთანო გავაკეთეთ წიგნის პრეზენტაცია თუ ვაფშე არ გავაკეთეთ ეხლა მე მგონი რომ თქვა ჩვენ ვინ ვართ წიგს რა ქვია ერთ საათი 23 წუთზე ვიღაცა არანორმალური გვისმენს ვიღაცა ერთი წალი აი შენ გაივიჩარე თოთალო აი შენ გაივიჩარე მაგრამ ნეოშენი ხო და ეს ერთი წალი რო გვისმენს და ამდენ ისტორია მოყვეთ როგორ წერთ რა პერსონაჟებზე იმაზე და აზერ ვინ ვართ და რა წიგნზე არის საუბარი და დაინტრიგებული ეს სემიჩკას და ელოდება რომ სათაურს მაინც როდის წაგხვდება მე მაგარ ვაგერაიც რა ხომ თქვა ეს აი თუ ბედია შეგხვდა მიხუდა ხოდა რა აი ხომ თქვა ინერცისტ მაშინ მერჩინებს არ თქვა განჩება არ მოისმინდა ხურები თქვენი
შივა შეთანხმდით ეგეთი რომ მეკითხეთ. გადაწყვეტეთ ინტუიცია. მაგერ ფირთვის მიდიაბა საიმად გამოაჩქადე. სერიისა და brand-ის სახელწოდება არის აბსურდო ნავტები. ну, ეს სიტყვა არის ჩვენ გვერდზე რომ მოვიფიქრეთ, მაგრამ მე რო დავგუგლეთ არსებობდა. მაგრამ ჩვენით მოვიფიქრეთ, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ვიღაცას ჰქონდა მაგ სახელით საიტი, თორე ჩვენ აიციკა პრეზენტაციაში. წიგნზე იძახდი ჩრივდა ძალიან ტრუსი კითხოდა, ხა აქ მოგინდა ისინი რეკლამში და YouTube-ზე ვიღაც ტიპი რომელსაც ერთ ვიდეო ქონა და ორი ნახო და ერქვა აბსურდო ნავტი. ინგლისურად და ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ აბსურდო ნავტები და მე ბევრი ვსერჩეთ რომ ვინმე ხო არის ეგეთი თქო ბრენდი ხო არის და ეგ ტიპი ვიპოვეთ და ახლა ორი ვაიჭი თუ და მე ჩვენ სოციალურ ქსელებს მეტი ლაიქები აქვს უკვე ასე რომ უკვე ჩვენ გიწყებთ აბსურდო ნავტები ფუძემდებლებად კი ბატონო, კი. ხოდა. არა, წიგნი მართლა წიგნზე მახსოვს რომ 6 სათაური მე ვიბრძოლე დავტოვოთ თქვა რომ მაგაზე ვერ მაგაზე უნდა ავიღო კრედიტი. ეს მეკუთვნის წიგნს ქვია უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე პირველ წიგნს, პირველ ნაწილს. ხო, ავტორები თეკო და კატო. დები. სხვა გვარი გვაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ დები. ხო, სხვა გვარი თორე წარმოადგენელები, ხო. როგორია ეს ცხოვრება, ზოგს ერთი გვარიც ვერ აქვს ნაპოვნი და აგათ. და მე უკვე ორი მქონია ცხოვრებაში. აბა იმ კაცმა რა თქვა. ეს ვიდეო თუ აუდიო თუ დაიდება სადმე და მართლა იქნება ვიღაცის ერთი ვინც მოისმენს. შეგიძლიათ შემდეგი ვიდეო, ესეთი ვიდეო არა აუდიო, შევწეროთ უკვე თქვენი კითხვები და წავიკითხოთ და იმას უპასუხოთ ძალიან ინტერესant იქნება. თან მაგ დროისთვის თუ უკვე ეგრეთ იერსებოთ და დაგიტყუით იქნება და კითხვები შეჭდება. და გავერთობთ. ხო, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ხოლმე, თუ იქნება დაინტერესება ესეთ ჩანაწერები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ხოლმე წიგნების ფარგლებში და არა მარტო რაღაცები შეგვიძლია ვიცნოთ და გაცნოთ. ხო, რაღაც ახლა ჩვენ просто ვწორავთ ერთმანეთში, მაგრამ თუ გვიშინეთ, ჩვენ მოისმინეთ. რა ავტობუსის ჭორებს უსმინეთ? მეზობლის ჭორებით მოგბეზრდათ. ცოტა შეგიძლიათ გააფართოვოთ საზღვრები. მოგბეზრდა და მეზობლის ჭორები და აილანდის სიგარეტის. გამოიწერე აბსურდო ნავტები.